საღამომშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? ამ საღამოს გადაწყვიტე ჩავწერო ასეთ თემაზე. ვინ ფიქრობს თქვენზე და რას? მოდი ვნახოთ. ვინ ფიქრობს თქვენზე და რას? უკვე ამოხვედით. მე მგონი დასრულდა გაშლა, იმიტომ რომ ისეთი ისინი ამოვიდა არკანები, რომ უკვე ყველაფერი მითხრა. თქვენზე ფიქრობს ადამიანი, თასების პაჟი. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ისეთი ჩამოყალიბებული და ზრდასრული პიროვნება, შეიძლება თქვენზე ასაკით პატარაც არის ეს ადამიანი, თუმცა ძალიან ემოციურად არის თქვენს მიმართ განწყობილი, ემოციები აქვს თქვენს მიმართ და ასევე თქვენ კი მითხრა უკვე ტარომ რას ფიქრობს თქვენზე. ასევე თქვენზე ფიქრობს, რომ თქვენ ხართ ძალიან თბილი, მოსიყვარულე ქალბატონი, ჩამოყალიბებული ქალი, ქალს, რომელსაც ყველაფერი თავის ადგილზე აქვს. ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ეს ადამიანი იყოს ბედნიერი და მისთვის ხართ მთელი სამყარო. ეს ადამიანი ფიქრობს თქვენზე. თვითონ ამ წუთას როგორც აღვნიშნე, არის შეიძლება იყოს თქვენზე ასაკით პატარა, მაგრამ თუ არ არის პატარა, უბრალოდ ძალიან ბავშვური საქციელებით გამოირჩევა ეს ადამიანი. ჯერ არ არის ჩამოყალიბებული თქვენთან ამ ურთიერთობასთან მიმართებაში არაფერზე საერთოდ. შეიძლება ახალი ნაცნობებიც ხართ საერთოდ და ამიტომაც ვერ ფიქრობს ამ ყველაფერზე. ყოველ შემთხვევაში თქვენზე ძალიან კარგი ფიქრები აქვს. უბრალოდ ვისზე როგორ რეზონირდება ვიღაცასთან, შეიძლება ახალი დასაწყისია და ამიტომ არის ასეთ ენერგიებში ეს ადამიანი, ახალი დასაწყისი რომ არის და ჯერ რაღაცა აღფრთოვანების მომენტები რო აქვთ, ხო იცით, ეს მომენტია ზუსტად და ვიღაცასთან უბრალოდ ასაკით არის პატარა, ვიღაცასთან შეიძლება დიდიც არის, მაგრამ ბავშვური საქციელებით გამოირჩევა ეს ადამიანი. კარგით, აბა კიდევ ვნახოთ, კიდევ რას ფიქრობს თქვენზე ეს ადამიანი. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე. მეგობრებო, ასევე ეს ადამიანი საკმაოდ რთულად აღიქვავს, როგორც ჩანს, ამ ურთიერთობას. თქვენზე ფიქრობს, რომ ამ ადამიანმა უფრო ისეთი უფრო მეტად რომ გამოხატოს თქვენს მიმართ ემოციები და ეს როგორც მეფე ისე წარსდგეს თქვენს წინაშე და გაგიმხილოთ თავისი გრძნობები, ასე ვთქვათ, შეიძლება თქვენ ჩაიკეტოთ მის მიმართ და საერთოდ არაფერზე არ უპასუხოთ და თვლის, რომ თან ეს სამართლიანი იქნება თქვენი მხრიდან და ეს ყველაფერი საკმაოდ ერთულება მას. სავარაუდოდ რაღაცა ფიქრობს, რომ თქვენ შორის რაღაცნაირი დაბრკოლებები არსებობს, რამაც შეიძლება არ განავითაროს ეს ურთიერთობა. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე, ხო?
მე როგორ გადმომივარდა ის ვიღებდი და გადმომივარდა. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? ასევე თქვენ თუ ამ ადამიანთან ზოგიერთთან შეიძლება რეზონირდეს ასევე რომ ანუ ფიქრობს რომ არ აქვს შანსი თქვენთან ან არ იყენებს თქვენთან შანსს აქვს, მაგრამ არ იყენებს, რადგან ეშინია აი იმ მომენტის, რომ თქვენ დახვდებით აი ესეთ სიბად და ახლოს არ მიუშვებთ მას, რადგან თქვენ მიაჩნიხართ, რომ ხართ ძალიან ესეთი სერიოზული, გონება გახსნილი, გონებით რომ მოქმედებენ ისეთი ქალბატონად მიაჩნიხართ და თქვენთან აი ესე რაღაცა პაჟურად და აი ესე არასერიოზულად მოსვლა არ შეიძლება და ამიტომ გონია რომ შანსი არ აქვს თქვენთან. ისე სწორად ფიქრობს. მაინც. კარგი. მოდი ახლა ვიკითხოთ, რადგან ასე ფიქრობს რომ თქვენთან არასერიოზულად მოსვლა არ შეიძლება, ეს დავტოვოთ. მაშინ რას მოიმოქმედებს თქვენთან დაკავშირებით? რა ნაბიჯებს გადმოდგამს ეს ადამიანი თქვენთან დაკავშირებით? რა ნაბიჯებს გადმოდგამს ეს ადამიანი თქვენთან დაკავშირებით? ხო, აი ეხლა ნამდვილად არის ძალიან აი ესეთ შეიძლება ვიღაცებს კონტაქტიც აღარ გაქვთ ერთმანეთთან. უბრალოდ ემოციები აქვს თქვენს მიმართ, მაგრამ აი ეს რადგან ფიქრობს თვითონ გატრიალებულია თქვენგან და რაღაცნაირად ვერ გაურკვევია. რაღაც თამაშობს ადამიანი და ვერ გაურკვევია რა მოიმოქმედოს, არ იცის. კარგი, ვნახოთ აბა რა ნაბიჯებს გადმოდგამს თქვენსკენ. არ ვიცი ვისთან რა სიტუაცია, ვისთან რა მოხდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი ამ სიტუაციაში ძალიან გულგატეხილი და გულნატკენი არის. რაღაცა შეიძლება მოხდა თქვენ შორის ისეთი, რასაც არ ელოდა, ანუ რომ არ გიცნობდათ, გაგიცნოთ და დახვდა უფრო ისეთი სერიოზული და გონება გახსნილი ქალი, რომელთანაც თამაში არ შეიძლება და რადგან თვითონ ვერ გადაუწყვეტია რა გააკეთოს, ამიტომ გატრიალდა და არის ახლა გულნატკენი, არ იცის რა ქნას. შეიძლება ვიღაცასთან საერთოდ ისეთი არასერიოზული ურთიერთობისთვის მოვიდა, რომ სხვა პირებიც ყავდა თავის ცხოვრებაში და თქვენ უნდა გაეხვიეთ რაღაცა სამკუთხედებში და აქეთ დარჩა თვითონ გულნატკენი. რაღაცა ესეთ სიტუაციაშია ადამიანი. ყოველ შემთხვევაში ამის მიუხედავად უნდა თქვენთან რაღაცა ახალი დასაწყისი, მაგრამ როგორც წეღან აღვნიშნე, ეს მისთვის არის ძალიან რთული. ერთულება, რაღაცა მოქმედება, უნდა, აი ძალიან უნდა თქვენთან, მაგრამ ერთულება. ხო, უყურე. შენ აი ეს სიტუაციაში ახლა ფიქრობს, რომ თავის თავში, თავის ქმედებებში ბევრი რაღაცები უნდა შეცვალოს და არის კიდე იმ პროცესში, არ ვიცი თქვენ რა გაუკეთეთ და რა უთხარით, ესე რომ გაუშვით, შეიძლება თვითონ არც გატრიალდა და თქვენ გაუშვით და ამიტომ არის რაღაცა ტრანსფორმაციულ მდგომარეობაში, ძალიან მარტოსულად და ჩაკეტილად გრძნობს თავს.
ეს ადამიანი და აი რაღაცა აი ამ პაჟური მდგომარეობიდან ცდილობს რომ ისწავლოს როგორ გახდეს მეფე. აი ზუსტად იქ დასკვნა გამოვიტანეთ. ცდილობს ისწავლოს, თქვენ მიახვედრეთ რომ მასთან სხვანაირად ვერ გამოუვა, თქვენთან არ გამოუვა სხვანაირად და ცდილობს რომ დაგეწიოთ და თქვენ თუ დედოფალი ხართ, გახდეს მეფე თვითონ. ყოველ შემთხვევაში რაღაცა ის მაინც იმიჯი მაინც მიიღოს ამ იმისი რომ გახდეს მეფე. და ყველაფერს აკეთებს ამისთვის. აი ამიტომ არის ახლა ჩაკეტილი, თუ ვიღაცასთან საერთოდ არ გამოდის კონტაქტზე, ეს ადამიანი არის დიდ ტრანსფორმაციაში. კარგი, აბა, აი ამ ყველაფრის შემდეგ რა ნაბიჯებს გადმოდგამს ეს ადამიანი? ჯერჯერობით უნდა, მაგრამ უჭირს. ვერ აკეთებს ვერაფერს. თulis რომ სამართლიანია, რომ ჯერ იყოს დუმილში. კიდევ რა ნაბიჯებს გადმოდგამს ეს ადამიანი თქვენსკენ? კიდევ კი არა, აი ამ ტრანსფორმაციის შემდეგ რა ნაბიჯებს გადმოდგამს? აი, წეგა როგორც ამოვიდა ეს თასების მეფე და როცა დაბრუნდება, უნდა მოვიდეს სიყვარულით და გაგიმხილოთ ეს ყველაფერი, ეს გრძნობები, რაც აქვს გულში თქვენს მიმართ. რა ნაბიჯებს გადმოდგამს ეს ადამიანი ამ ტრანსფორმაციის შემდეგ? უკაცრავად მომეწია გაჩერება. რა ნაბიჯებს გადმოდგამს? ხო. რა ნაბიჯებს გადმოდგამს ეს ადამიანი? მოვაი უდიდესი ემოციებით. და მოვა აი როგორ იცი, გამარჯვებული, რაღაცა საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ აი რაღაცა გამოუვიდა და თქვენთან გამოჩნდება როგორც აი გამარჯვებული პიროვნება, რომ დაგეწია, აი თითქოს რაღაცა ეგეთი ის მრჩება რა. ეგეთი ინსაიტები მომდის რაღაცნაირად, რომ თითქოს გეტყვით, რომ აი მე შენ დაგეწიე. შენ რომ დედოფალი იყავი, მეც დაგეწიე სტატუსში და რაღაცა შეცვლის თავის ცხოვრებაში, თავის ქმედებებში. და მოვა აი უდიდესი ემოციით, როგორც წეგან აღვნიშნე, გამოგიტყდება სიყვარულში, ესე შეიძლება ერთ დღესაც ესე მოულოდნელად დაგატყდეთ თავს და მოულოდნელად თქვენთვის სრულიად ესე გამოგიტყდეთ თავის გრძნობებში. კარგი, მოდი ვიკითხოთ. რჩება თქვენთვის აი ამ ადამიანთან დაკავშირებით. რჩება თქვენთვის ამ ადამიანთან დაკავშირებით. რჩება თქვენთვის თან დაკავშირებით. მეგობრებო, ანუ ტარო გირჩევთ, რომ თქვენ იყოთ თქვენს რეალობაში, მიყვეთ დინებას, თქვენ ცხოვრებას, თქვენს ოჯახს და თქვენს ყოველდღიურობას მიხედოთ, იზრუნოთ თქვენი ბედნიერებისთვის და რჩება არის ის, რომ ეს ადამიანი, როცა დაბრუნდება, თუ თქვენ ნახავთ, რომ ეს ადამიანი თქვენთვის აკეთებს შრომობს და ბევრ ამას აკეთებს, იყენებს შანსებს, ხომ? არ არის გაურკვევლობაში, ამ შემთხვევაში კიდევ შეგიძლიათ რომ კიდე დავამატოთ. ხო. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ რომ რაღაცა კიდევ მისცეთ შანსს. სხვა შემთხვევაში ეს ადამიანი თუ ისევ ესე
პაჟივით მოვა, არაფრის გამკეთებელი არ იქნება თქვენთვის და თქვენ მოგიწევთ ამ ურთიერთობაზე ისევ რომ რაღაცა ერთი და იგივე წრეზე სიარული, ვისთან როგორ რეზონირდება, მოერგეთ თქვენზე, ვიღაცასთან ახალი დასაწყისი თუ იყო ამ ადამიანმა ისეთი რამე ისეთი ურთიერთობა შემოგთავაზეთ, რაც თქვენ არ გეკუთვნოდათ და არ გეკადრებოდათ და ამიტომ გააბრუნეთ უკან და ვიღაცებთან თუ გაკავშირებთ დიდხნიანი ურთიერთობა, ეს ადამიანი იყო ეს პატარა ჩამოუყალიბებელი ბიჭივით, რომელიც თავის თავზე პასუხისმგებლობას არ იღებდა. არაფერს აკეთებდა თქვენი ურთიერთობისთვის და თქვენ აი ჩაგაგდოთ ძალიან ისეთ მძიმე მდგომარეობაში, ემოციურად მძიმე მდგომარეობაში და მენტალურადაც. ამიტომ თუ ეს ადამიანი დაბრუნდება იმით, რომ თქვენ დარწმუნებით, რომ ამას თქვენს მიმართ აქვს რაღაცა გეგმები და აპირებს იმ შანსის გამოყენებას, რასაც თქვენ მისცემთ და თქვენთვის აკეთებს ბევრ რამეს, აი მაგ შემთხვევაში კიდევ შეგიძლიათ მისცეთ შანსი. სხვა შემთხვევაში ტარო გირჩევთ, რომ არა. და მიხედოთ თქვენს ყოველდღიურობას. სანამ დაბრუნდება, თქვენ არ იყოთ იმაზე ფიქრში, როდის მოვა, რას გააკეთებს. მიხედოთ უბრალოდ თქვენს თავს, თქვენს ყოველდღიურობას, კარიერას. ვიღაცებმა პირადსაც, არ ვიცი, არ არის აუცილებელი, რომ ერთ ადამიანს ელოდოთ მთელი ცხოვრება. და ეს ადამიანი ყოველ შემთხვევაში ნამდვილად დაბრუნდება და გააჩნია რითი მოვა. აი ამის მიხედვით კიდევ შეგიძლიათ რაღაცას შანსი მისცეთ. სხვა შემთხვევაში არა. დაგემშვიდობებით ახლა. კარგ ღამეს გისურვებთ, მშვიდ ღამეს გისურვებთ და კარგი ბედნიერი დღის გათენებას. წარმატებები დროებით.